მე მგონი ეს ბიჭები გადარჩებიან ამ მუსიკალურ ინდუსტრიაში. კი, ჩვენ შევძელით. ისინი წერენ სიმღერებს, ტექსტებს და რეპს. რომ არაფერი ვთქვათ მათ აკრობატულ ნომერზე. ყველა მოუთმენლად ელის მათ დებიუტს. რა აკრობატულ ნომერზე ლაპარაკობს? მაგარი წარდგენაა. კი, ეს არასდროს მინახავს. ხოლო ჩვენი პერფორმანსის ვიდეოები ვნახე. მეც ძალიან მადლობელი ვარ. მივესალმოთ ტყვია გამომტარ ბიჭებს. აუდიტორიის რეაქცია კარგი იყო. შეხედე როგორი სინქრონი გვაქვს. ამას მეტად ვეღარ გავაკეთებთ. ვა, იუნგი. დაინახე პრესები? ჩემი პრესი დაინახე? ყველგან პრესებია. ჩვენ მართლა ჰიპ-ჰოპ მებრძოლები ვიყავით. შუგაჰიონი როგორი ენერგიულია. ჩვენი ქორეოგრაფიაც მაგარია. ჯინი ახალგაზრდად გამოიყურება. უმკლავ მაისური რა იყო? რატომ ჩამოცვის ასე? ჩემი ხმა ძალიან მაღალი იყო მაშინ. მაგარია. თევნი პატარა ბავშვით გამოიყურება. ძალიან პატაწინაა. ჩემი ნაწილი მოდის. შენ ხარ ახლა. ჯონგუკი ისე გამოიყურება. ხედავთ ცეცხლს ჩვენს თვალებში? ეს თვალის ლაინერია. მე ვიცი რასაც გულისხმობ. ეს ცოტაზე მეტი იყო. ეს ვარცხნილობა. გონი ჩვენი შეძლებისთვის მიზეზი ჰქონდათ. ჩემი იღლიები. შეხედე რა გამხდარია. ალბათ მუხლი გეტკინა. ან არა, არასდროს უთქვამს რომ გევნაულია. ამ მომენტში აუდიტორია შოქში ჩავარდა. ამან მართლა გაგვახარა. ამაზე ძალიან ბევრი ვარდი შეთხოვ. მე შინადა რომ ეს მომენტი არ შემშლოდა. მეც ნერვიულობდი. ჩვენ ეს სცენა წინასწარ უნდა ჩაგვეწერა. იმ კაუნტდაუნი ერთადერთი მუსიკალური შოუა, სადაც ეს მოძრაობა იდეალურად გადაიღეს. მართალია. მადლობა ამისთვის. სხვები გვერდიდან იღებდნენ რომ გაერკვიეთ როგორ ვაკეთებდით ამ მოძრაობას. ამას რატომ გვიკეთებთ? თქვენთვის რამე დაგვიშავებია? ნახე რა უცნაურად გამოვიყურები. ჩვენი მხრები ასე ჩანს. ნახე რა პატარა სახე მაქვს. ჯინმა ამ დღეს იტირა, რადგან შარვალი იზრდებოდა. მე ეს მოგონება სამუდამოდ წავშალე, ამიტომ გთხოვ ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. კარგი. ვაუ, იუნგიჰიონ. როგორი ახალგაზრდა ვარ? 6 წლის წინ არ იყო? ეს ის შუგაა, რომელიც მე მახსოვს. შუგა ძალიან გამხდარი იყო. ყველა გამხდრები ვიყავით. არემის კლავებს შეხედე. მე ნიღაბის გამო ვერც კი ვლაპარაკობ. თმაზე რასო გაწერია? კი, ის ნიღაბი მძიმე არ იყო? მძიმე არ იყო, მაგრამ კარგად ვერ სუნთქავდი. ბანკფიდიმ ასეთ რამეები რატომ ჩაგვაცვა? ამ ნიღაბს შეხედეთ. ვი ასეთი პატარა რატომ ჩანს? იმიტომ რომ ბავშვი იყო, ჯერ სკოლაში დადიოდა. ჯეი-ჰოპი როგორი ახალგაზრდად გამოიყურება. შეხედე ისევ ნიღაბს ვიკეთებ. მარტო ამ ნაწილში გქონდა ნიღბის მოხსნის უფლება, ხო? მათ ჩემი რეპის ნაწილი მოჭრეს. კი, ამოჭრეს. მათ უნდა ამოეჭრეს, რომ პერფორმანსის დროს შეამცირებინათ. ასეთი კონცეფციით დებიუტი ცოტა შოკის მომგვრელი იქნება, დღესაც კი. კი, ეს ნამდვილი შოკია. ბიჭებო, ჩემი ხმა გესმით? არ ძალიან ჩქარა მიდიხარ. რიტმიდან სულ ამოვარდნილი ვარ. ჯიმინის ეს მოძრაობა. ის კლავებს შეხედეთ. ჩემი ხლები საკმაოდ დიდი იყო. ეს ჩვენი დებიუტი იყო, მაგრამ მხოლოდ 5 წუთი მოგცეს პერფორმანსისთვის. მაშინ ორი სიმღერის შესრულება ძნელი იყო. კი, ძალიან ძნელი იყო. ჩვენ ფანკბენდის უნდა მივწეროთ და მადლობა გადავუხადოთ. ჩვენმა მენეჯერებმაც თავდაუზოგავად იმუშავეს. სათვალე არ მომძრა. ამას საბეჭდება მოახდინა, ვიცი. მე რომ ეს ტელევიზორში მენახა ვიფიქრებდი, რას აკეთებენ. ჯი, სად იყურები? გამოვუცდელი ვიყავი, ჩვენ ახალბედები ვიყავით. მე სათვალის გამო კამერაში საერთოდ ვერ ვიყურები. შეხედეთ როგორ გავიოფლე. კამერის მუშაობა მშვენიერია. ჯინი ასეთი გაუფლილი არასდროს მინახავს. რაზე ლაპარაკობ? ჩემი სხეული შეიცვალა. აღარ ვიოფლები. დაწნებული ხარ? გახსოვთ? სუნთქვა გვიჭირდა ამ ცეკვის დროს. ახლა აღარ. მაგრამ ამ ცეკვის შემდეგ ვერც კი ვსუნთქავდით. შევეჩვიეთ. ნომოდრომის ქორეოგრაფია ასეთი ძნელი არ იყო. მაგრამ მაშინ ყველა ვღელავდით. მართალი ხარ? გამომეტყველებას შეხედე. ისე ჩანს თითქოს ზედმეტად ვცდილობთ. ძალიან ნერვიულობდით, მაგრამ საყვარლობა იყო. ჯიმინ, ჰიპ-ჰოპის მებრძოლი. ეს რატომ გავაკეთე? ადრე ჩვენს პერფორმანსებს 9-ჯერ მაინც ვწერდით. თმა გაისწორე? რატომ ვიხებით მას სულ? ამ ვარცხნილობაზე შეხება არ შეიძლება. ნამდვილ სამსათვალის მოხსნა უნდა და კომპანიის სტაფსაც კი დაელაპარაკა.
მათ კიდე უთხრეს, ყველაზე მძიმე ტოტი ყველაზე დაბლა იხლება, მაგრამ ნამჯულს ქვემოთ ერთხელაც არ დაუხედავს. საყვარლობა იყო. ეს ერთადერთი ჟესტია, რასაც ვაკეთებ. რატომ ვაკეთებ? შენ მარტო ეს ორი ჟესტი იცოდი, ეს და ეს. რატომ ვიმეორებ ამ ჟესტს? შენი იღლიები ისეთი? სუფთაა. ჩემი? სექსუალურია. ნახე, ისე ვიცინი თქოს, მთელი სცენა ჩემია. მეგონა რომ სოფლიოში ყველაზე მაგარი ტიპი ვიყავი. 2000 წლის შემდეგ სიტყვა ჰიპ-ჰოპ მებრძოლი არ გამომიყენებია, მაგრამ ჯიმინმა ისევ მათქმევინა. ჯონგუკის მაისურს იოლო აწერია. შეხედეთ რა დაზაბული ვარ, შტერი ბავშვით. დებიუტის შემდეგ ბევრი დაგვრცინოდა. კომენტარებში წერდნენ: მამა, როგორი ადამიანი იყავი ახალგაზრდობაში? მამიკო BTS-ის წევრი იყო და ბოლოში სიცილის სიმბოლოები. ახლა ყველა ამბობს BTS-ი ლეგენდაა. ლეგენდარული, მართალია. მე იმ ბიჭებისთვის რამის თქმა რომ შემეძლოს ვეტყოდი. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ თუ ცოტას გაუძლებთ. თქვენ მსოფლიო ვარსკვლავი გახდებით? თქვენ ნომერ პირველი იქნებით ბილბორდის ჩარტში. თქვენ იუნისეფზე გამოხვალთ. ისინი ყურადღებას არ მოგაქცევდნენ და გიპასუხებდნენ. რა სისულელეა? რეებს ბოდავ, სისულელებს ნუ ლაპარაკობ. ასე მიპასუხებდნენ. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც გამოვიარეთ, ამან გვაქცია იმათ, რაც ვართ დღეს. რა თქმა უნდა, ბიჭებო, ბედნიერები ხართ? რა თქმა უნდა, რაც მოხდა. მართალია ისინი ახლა ამაზე ხუმრობენ, მაგრამ პერიოდი, რომელიც მათ გამოიარეს, მართლა ძალიან რთული იყო. მაგრამ მათი მონდომებით და ფანების სიყვარულის წყალობით BTS-ის წევრები იქცნენ სუპერვარსკვლავებად. M Countdown-ი თავიდანვე თქვენთან იყო. მოდი გავაგრძელოთ ეს გზა ერთად. არმი, მოდი ჩვენც გავაგრძელოთ ეს გზა ერთად. და ერთად ვიყოთ კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.